მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ წიგნებზე და გამომცემლობებზე საქართველოში. მე როგორც მკითხველი ადამიანი, ჩემი აზრი მინდა გამოვხატო დღევანდელ საქართველოში არსებულ წიგნებზე და გამომცემლობებზე. ესე იგი, დავიწყებ იქედან, რომ ვიყავით თბილისში ჩასული წიგნის ფესტივალზე და მინდოდა რომელიმე წიგნი მეყიდა, რომელსაც ძალიან კარგი ემოციებით და კარგი სიხარულით ველოდებოდი, კარგი ემოციებით ველოდებოდი ამ წიგნის ფესტივალს და ჩავედი თბილისში. რაოდენ სამწუხაროდ უნდა იყოს. ესე იგი, წიგნის ფესტივალზე რა მდგომარეობა დამხვდა. წიგნი, რომელიც ბიბლუსში მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, იყიდება ბიბლუსის ფასი წიგნში არის, წიგნს აქვს 30 ლარი, წიგნის ფესტივალზე ეს წიგნი ღირს 27 ლარი. ხო, მაგალითად 50 ლარიანი წიგნი ღირს 40 ლარი. ხო, მინდა გითხრათ კიდევ 15 ლარიანი წიგნი, რომელიც ანუ ბიბლუსში 15 ლარი, იმიტომ ვამბობ 15 ლარიანი, უბრალოდ აქ გულისხმობ ბიბლუსის გასაღებ ფასს გულისხმობ, ღირდა წიგნის ფესტივალზე 12 ლარი, 14 ლარი, 11 ლარი, როცა ველოდიდო უნდა ყოფილიყო ალბათ 9 ლარი, 7 ლარი. 50 ლარიანი წიგნი უნდა ყოფილიყო ჩემის აზრით 35 ლარი. 30 ლარი რო ყოფილიყო იდეალური იყო. მაგრამ კარგი, 35 ლარი ყოფილიყო. ხო, 30 ლარიანი წიგნს ველოდებოდი იქნებოდა 20 ლარი. ანუ რას ნიშნავს ფესტივალი, ხო? წიგნების ფესტივალი. მაშინ დავარქვათ ეს წიგნების გამოფენა. რომ აი ადამიანმა დაათვალიეროს, ჩამოსულმა ადამიანმა, ვისაც აქვს კეთილი სურვილი, ახლა ბათუმიდან თბილისში ჩასვლის სურვილი, ვისაც აქვს, რომ წიგნები დაათვალიეროს, არ ვიცი ახლა მკითხველს ამის სურვილი რამდენად ექნება, არ ვიცი და დარწმუნებულია რომ არ ექნება. დავარქვათ ეს წიგნების გამოფენა და ნუ დავარქვათ გაყიდვას. ხო, იმიტომ თუ ჩვენ ვარქმევთ წიგნების გაყიდვას, ფესტივალი რას ნიშნავს? ტარდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ბათუმში ტარდება, საქართველოში ტარდება ორჯერ. ნუ ბათუმში ახლა ბათუმელი ვარ და შემეშალა. ხო, ესე იგი, საქართველოში ტარდება ორჯერ, ხო? ბათუმში საერთოდ არ ტარდება არაფერი კაცო. სამწუხაროდ. ესე იგი, ჩამოგდივარ და აი მახვედრებთ, ხო, აი გამოცემლობებს მინდა უთხრა, რომ რაღაც 2 ლარის, 3 ლარის ფარგლებში მახვედრებს წიგნს რა. ნუ ფასდაკლების 2-3 ლარის ფასდაკლებით მახვედრებს წიგნს. რაღაცა, რა ვიცი, სენსაცია რა, ესე იგი, კომედია, აი სრული კომედია რა, აი რაღაცა დაცინვა კითხველების რა. რა ვიცი, რაში გჭირდება დაბა ეს ფესტივალი? ნუ ვარქვევთ მაშინ ამ ფესტივალს რა, დარგვით ჩვეულებრივად წიგნების გამოფენა და გაყიდვა. ნუ გაყიდვას ნუ ხარ და არ იყოს გამოფენა, რომ მოვა ადამიანი შეხედავს და დაინახავს და რაღაცა ან მოეწონება, ან არ მოეწონება, ან რაღაცა. შემდეგ კიდევ ისიც მინდა თქვა, რომ ჩავედი ზუსტად იმის გამო, რომ იმ წიგნების ფესტივალზე შეიძლებოდა ესეთი გამომცემლობები გამოსულიყო, რომელსაც ბიბლუსში არ შეაქვს წიგნები, თავისი გამოცემული წიგნები არ შეაქვს გასაყიდად და იქნებ ის წიგნები მენახა რა, იყო რაღაცა ილიაუნის, მაგალითად საბაუნის გამომცემლობები, რომლებიც არ იყო გამოტანილი რა. ნუ ატო არ იყო, ახლა იქ შიდა რა პოლიტიკა აქვს, ეგ ცალკე თემაა და ნუ პრობლემა ეგ არის ნამდვილად, რომ
მკითხველისთვის მიწოდებული უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ლიტერატურა, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება მხოლოდ თბილისში. ალბათ უნდა მიწოდებული უნდა ყოფილიყო და რავი, ბევრი გამოთქვამდა ალბათ ამ გულის ტკივილს. და შესაბამისად მეც უერთდები, ვინც ჩემნაირად უყვარს წიგნი, როგორც მე მიყვარს წიგნი და ვინც ჩემსავით კითხულობს წიგნებს, არა იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაცა ასწავლოს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი გაიგოს და საკუთარი თავის მიღება და საკუთარი თავის მიმართ გულმოწყალე იყოს და რაღაცა საკუთარ თავზე გამარჯვების უნარი კონდეს, თავიდან დაბადების უნარი კონდეს. ასეთი მკითხველები, ვინც შემსავით ხართ, თქვენც ალბათ გული დაგწდებოდათ და მეც უერთდები თქვენს გულის წყვეტას. ეს ერთი რაც მინდა და მეთქვა. ეხლა შემდეგ რას მინდა კიდევ თქვენი ყურადღება გავამახვილო. და ძალიან მწვავე პრობლემაა ეს საქართველოში. სხვა პრობლემებთან ერთად. გამომცემლობები. აი ხო შეიძლება რომ გამომცემლობებმა, რომლებიც წიგნებს ფეჭდავენ, გამოსცეს წიგნი ნორმალური წიგნი რო გამოსცეს. აი დავიწყებ გამომცემლობით, აი აგორას წიგნები, აგორას გამომცემლობა რა. ესე იგი რატო ვიწყებ ახლა აგორათი? აგორას აქვს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მწერლის ალბერ კამიუს თითქმის ყველაფერი აქვს გამოცემული, რაც მისი ლიტერატურული ნაშრომებია. ესეების სახით თუ რომანების სახით და ასეთი ნაშრომები კამიუსი, კამიუს თითქმის ყველაფერი აქვს გამოცემული აგორას. მაგრამ ადრე, სადღაც მე რო სტუდენტი ვიყავი, თუ არ ვცდები, სადღაც 2008-დან 2010 წლამდე რაღაც ეს პერიოდია, აი გამოსცემდა ასეთ გამომცემლობებს აგორა, აი ნახეთ. აი ეს ალბერ კამიუს შავი ჭირია. ასეთი. აი ნახეთ როგორია, აი ნახეთ როგორია. ნახეთ როგორი გამოცე, აი ფურცლებს დააკვირდით როგორი ფურცლები, აი ნახეთ. აი ნახეთ როგორი ფურცლებია, აი. აი თეთრი ხას აი კატ-კატა ფურცლებია და აი რო კითხულობ, ხო, აი რაღაცა სიამოვნებას განეჭებს რა. აი ეს ჯერ ყდა შეხედეთ როგორი ყდა, აი ხედავ როგორი ყდა რა, რაღაც სასიამოვნო ყდა. ამას აკეთებდა აგურა. და ძალიან კარგი პროექტი იყო ეს, ასეთი ჯერ კომფორტულია თვითონ წიგნი, კიდე ჩანთაში ჩაიდე და ქუჩაში მიდიხარ, ავტობუსში ამოიღებ წაიკითხავ, ან ჯიბეში ჩაიდებ თუ მაგალითად ქურთუკის ჯიბე გაქვს რაღაც ცოტა ისეთი, ჩაიდებ შიგ. ან უბრალოდ ხელშიც რო დაიჭირო, აი ჩვეულებრივად, აი დაიჭერას ხელში ჩვეულებრივად. ძალიან კომფორტული წიგნი. შემდეგ დაიწყო აგორა რეპრინტი, კამიუს წიგნების რეპრინტი დაიწყო და დაიწყო აი ასეთი გამოცემები. აი ახლა ნახეთ ამასა და ამას შორის განსხვავება. აი შეხედეთ ახლა რა წიგნია ეს. ალბერ კამიუა, ხო? ფრანგი ეგზისტენციალისტი, უდაოდ დიდი მწერალი, უდაოდ დიდი დასავლეთის სინდისზე ალაპარაკი. და ნუ მე აღარ ჩამოვთვლი ახლა, მე რა წარმოდგენები მაქვს კამიუზე, ამას აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ აი შეხედეთ ახლა. აი ეს ფურცელი შეხედეთ ახლა, აი ეს. აი ეს ფურცელი შეხედეთ ახლა. ეს არის ჩემთვის, ეს არის ტუალეტის გახალდი, აი შეხედეთ. რაღაც ხაუიანი ფურცელია, რაღაც ესეთი. აი ეს ყდას შეხედეთ ახლა. ფეხბურთელის წიგნი რო გამოვა, რაღაცა ისეთი ყდა, გეგონება, აი რაღაცა კი ფეხბურთს თამაშობდა კამიუ. რაღაცა
ისე არ მithქვავს, ალბათ დამტყვევა, ალბათ ჭყალებში დამტყვევა. ხო, მაგრამ კამიუა რა. ხალხო, კამიუა ეს. ეს ღირს 22 ლარი. აი ეს ღირს 22 ლარი. ბიჭო, შედალოცვილო, ხო შეიძლება რომ ცოტა უკეთესი დიზაინი ქონდეს, უკეთესი დაკაბადონება ქონდეს და მოამატე ის 5 ლარი. მოამატე ის 5 ლარი გამომცემლებმა. 3 ლარი იქნება, 5 ლარი იქნება, ამ 22 ლარს მოუმატოთ ეს 5 ლარი და მე როცა მკითხველი ვარ და მე როცა ვიცი კამიუ ვინ არის და მინდა რომ ეს კამიუ უნდა წავიკითხო და მინდა მე ეს კამიუ რადგან საჯარო ბიბლიოთეკებში დღეს საერთოდ რატო არსებობს საჯარო ბიბლიოთეკები, ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა. წიგნს ისინი აყიდულობენ და მკითხველს ისინი არ ემსახურებიან. რა ვიცი, საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვალ ეტყვი წიგნი თუ არის რა. წიგნი არა, მე ხა ცოტა გადაუხვევ რა, საჯარო ბიბლიოთეკაში მიდიხარ 6 საათი სრულდება, ჩვენ ვიკეტებით და შენ ანუ საღამოს ხო შეიძლება მაგალითად რაღაცა სამსახურიდან მოხვიდეს სახლში, გადაივლო წყალი და მიდიხარ რაღაცა საჯარო ბიბლიოთეკაში, გინდა იქ დაჯდე, რაღაც ყავას მიერთმევ რაღაცა, რომ გაერიდო მაგალითად სახლის თემას, გინდა გაერიდო და გინდა შეხვიდე იქ, დაჯდე რაღაც ყავა დალიო, რაღაცა ხო შეიძლება საჯარო ბიბლიოთეკა უნდა ჩემის აზრით საჯარო ბიბლიოთეკა, იმიტომ არის საჯარო ბიბლიოთეკა, რომ უნდა მუშაობდეს წესით 24 საათი უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ დასავლეთის ქვეყნებში ახლა რო შევხედოთ, არსებობს ბიბლიოთეკები, რომლებიც 24 საათი მუშაობს. მაგრამ 9 საათამდე მაინც ხო უნდა არსებობდეს. ღია. და არ უნდა იკეტებოდეს 6 საათზე და 7 საათზე საჯარო ბიბლიოთეკა. ხო და შემდეგ შედიხარ შიგნით და წიგნს ანუ ეუბნები ეს წიგნი თუ გაქვთ, არ გვაქვს ეს წიგნი, რაღაცა ძველი აი კომუნისტების დროს გამოცემული წიგნები, სავსეა ბიბლიოთეკა და ახლა ესეთი წიგნებია კიდო იქ, რომ ლაპარაკი ზედმეტია. ეგ ცალკე თემაა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ როცა აი ასეთ რაღაცას აკეთებ, ხო გამომცემლობა. ბიჭო, ეს ხო ეს კამიუ, ეს ხო არ არის რაღაცა რევაზი ინანიშვილი. ან ვიღაც ვანო ურჯუმელაშვილი ხო არ არის ეგ, ან დავით კასრაძე რო იყო კიდევ. ეგეთი ხო არ არის რა. სოფლიო დონის მწერალია, ბიჭო, სოფლიო იცნობს კამიუს. ახლა იაპონია და ჩინეთი თუ არ იცნობს, დასავლეთი იცნობს. აი, არ არსებობს, შეიძლება ისინიც იცნობდეს. არ ვიცი რა. ეგ ძალიან აი ეს არის ჩვეულებრივად, აი ეს არის ტუალეტის გახალდი რა. აი ეს ტუალეტის გახალდია. ეგ ერთი. კიდევ ინტელექტის გამომცემლობა. ინტელექტმა გამოსცა ახლა ამ ბოლოს თომას მანის, იოსები და ძმანი მისნი. შესანიშნავი ნაშრომია. თომას მანს შესანიშნავი, რა ვიცი, ყველაზე საუკეთესო ნაშრომად მიიჩნევდა თომას მანი. აი ამ წიგნს. ძალიან კარგი დაკაბადონება აქვს. ძალიან კარგი დიზაინი აქვს, ყდაც გადასარევი. აი ფურცელიც კარგი. აი ძალიან კარგია რა. ან თეთრი ფურცელი არ აქვს და როგორც ამ წიგნს აქვს ასე თეთრი ფურცელი, ასეთ არ არის, მაგრამ კარგია რა. აი ნამდვილად კარგი წიგნია რა. მადლობა ღმერთს, რომ რაღაცა ანუ ვიღაცამ რაღაც ალბათ უთხრა, ან ვიღაც იყორ და რა ვიცი, ალბათ ან ვიღაც ჩაერია ესეთი, ვისაც ნამდვილად აქვს ცოტა წიგნებთან შეხება. ჯეიმს ჯოისის ის გამოსცა კიდევ ხამისთება ფინეგანისათვის, რა ვიცი, ალბათ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო რა, არ მომწონს ეგ დიზაინი საერთოდ. და 30 ლარი ღირს. ინტელექტს აქვს ასევე გამოცემული, მინდა გითხრათ, ნიკოს კაზანძაკისის ღვთისგლახა. დანარჩენი ახლა იქ ქრისტე კლაუდ ჯვარსეცმის ნორმალურია, კარგია რა, მაგრამ ნორმალურია.
ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება აქვს კიდევ. დიდად ხო, მაგრამ კარგი გავიგეთ. მაგრამ ეხლა გამოსცა ნიკოს კასანძაკის ეს კიდევ აქვს გამოცემული ეს ღვთის გლახა. კარგი რა მართლა რა. ცოტა უკეთესი ხო შეიძლება იყოს, უკეთესი ბიჭო. ტვალეტის ქახალდი არა, ნიკოს კაზანძაკისია ხალხნო ის ხო არ არის, რა ქვია რა. ნიკოს კაზანძაკისია ფოლკნერის გამოსცა გარდავედ მოსე. ისა ვარლამ შალამოვის კოლიმური მოთხრობები. კარგი რა, იმე ტვალეტის ქახალზე ბეჭდავთ ხალხო და ფუბჯო ფასებს აწერენ. 32 ლარი, 38 ლარი, 30 ლარი, 29 ლარი. ამაზე ქვებით წიგნის ფასი არ აქვს. და წიგნი არის, აი, ამიცი რა, აი, ეხლა რა მინდა გითხრათ. აი რა შევადარო მინდა რა რაღაც. აი, ნახეთ ეხლა რაც განახებთ, აი ეს არის ლუდვიგ ფოიერბახის ქრისტიანობის არსება. ეს არის გამოცემული, ახლა ვიგეტყვით. 1956 წელს გამოცემული წიგნი. და აი ნახეთ ეხლა ეს წიგნი არის რამდენჯერ არის ეხლა წაკითხული მე ეს ბუკინისტებთან აღმოვაჩინე აი რამდენჯერ არის ეს წიგნი წაკითხული არ ვიცი რა ალბათ ერთი 1000 ჯერ მაინც იქნება წაკითხული ხო 1000 ჯერ იქნება წაკითხული იმიტომ რომ ხა ვისი იყო ვისთან იყო და ნუ და თავი დავანებოთ ყველაფერს რა 100 ჯერ ხო არის წაკითხული და აი ნახეთ წიგნს თუ რაიმე ეთყობა ეხლა ამას რომ ძველი წიგნია აი თუ ეთყობა საერთოდ ამას აი შეხედეთ აი ნახეთ როგორი ნამუშევარია წიგნში აი რაც ეს პროფესორი გარდაიცვალა აქ ბათუმში ისა რა ქვია ფილოსოფიის მეცნიერებათა პროფესორი იყო კოტე ბოლქვაძე იყო ასეთი და მისმა შვილებმა სამწუხაროდ მისი ბიბლიოთეკა მისი პირადი ბიბლიოთეკა გაყიდეს და რაღაცნაირად ეს ჩამივარდა მე ხელში რაღაცაები და მოვძებნე ეს ხო და აი ნახეთ როგორი ნამუშევარი აქვს რა ამ ადამიანს და აი ნახეთ ახლა ამას ერთხელ წაკითხვით დარწმუნებული ვარ არ გააკეთებდა ეს რამოდენიმეჯერ აქვს ახლა იმას გადაკითხული და აი შესაბამისად აი ნახეთ როგორი ის არის აი ნახეთ განხილვები აი შეხედეთ როგორი საქვს რა ქვია და აი ნახეთ უბრალოდ შეხედეთ უბრალოდ წიგნს შეხედეთ რა ამას თუ ემჩნევა რაიმე და ეს გამომცემლობები ახლა რომ გამოცემეთ წიგნებს აი ახლა ნიკოს კასანძაკისზე რადგან გავჩერდეთ ის რომ ერთი 10 ჯერ წაიკითხო წიგნი დაიშლება საერთოდ ჯერ აი ისა რა ქვია ღვთის გლახა ან ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება არის აი ამხელა წიგნი შედალოცვილო ამხელა წიგნს რომ გამოსცემ აი ასეთი სიფართის წიგნს რომ გამოსცემ და იმას რამოდენიმეჯერ მკითხველი წაიკითხავს ის ხო დაიშალათ რა სულ დაიშლება ის წიგნი ხო შეიძლება რომ აი ეგეთი რაღაცა ანასკელყდაში გააკეთო როცა წიგნის ბევრია ფურცელი ხო შეიძლება აი ასეთი სკელყდაში გააკეთო და რაღაცა ისეთი რომ რაღაცა ერთი თაობა რო გაძლოს წიგნმა რა და მაშინ და ფას რა აწერ რაღაც 38 ლარს რა კარგი რა მართლა რა აქტის წიგნები ავიღოთ მიუხედავად იმისა რომ გიზოს ძალიან დიდ პატივს სცემდა მოხარული ვარ რომ აი ფილოსოფიური წიგნების რაღაც თარგმანი ხვარჭნილი თარგმანი თუ რაღაცა აიღო გასაგებია და გამოსცემს და კი მაგრამ ბიჭო შედალოცვილო ვისათარგმნინებ ამ წიგნებს რა ეს ვახტანგ გორგიშელი ყავს ვიღაც თარგმნელი არ ვიცნობ ახლა ამ პიროვნებას რა ვიცი ამ პიროვნულად არ ვეხები კაცო ღმერთმა კარგად ამყოფოს და რა ვიცი ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ ვინ არის ეს კაცი რა დაამთავრა ფილოსოფია იცის არ იცის დოქტორანტია დოქტორია ფილოსოფიის
საერთოდ ფილოსოფიური ტექსტებთან შეხება თუ აქვს, თან თარგმნის როგორ რაღაცაებს იცით ხალხო. ჰეგელს და რაღაცა ესეთებს თარგმნი ახლა რაღაც რო თარგმნოს კიდევ ლევ შესტოვი გასაგებია ახლა ლევ შესტოვი ახლა შეურაცხყოფას არ ვაყენებ კაცო, მაგრამ ჰეგელთან ახლა ლევ შესტოვს ვერ დავაყენებ, ხო? ლევ შესტოვი კიდევ გასაგებია, კაი თარგმნოს, მაგრამ ჰეგელს თარგმნის რაღაცა კირკეგორთან, დანიურიდან კირკეგორს თარგმნის, ნუ კარგი რა ახლა და პლუს ამას ბიჭო, არ აქვს საერთოდ ვერ მოვიძიე Google-ში ვინ არის ეს კაცი, ვახტანგ გორგიშელმა, რა დაამთავრა, რა გამოცდილება აქვს თარგმნის, რა განათლება აქვს. კიდევ არის ვიღაც ის ბერიძეა ვიღაც, კიდევ გია ბერიძე. ხო, გია ბერიძე ახლა ინტელექტმა თარგმნა კიდევ. გია ხეზა გამოსცა კონტრაპუნქტი იმისი, ჰოლდო საქსლის. ისიც ხო ტუალეტის გახალზე და ამხელა წიგნია და ნუ ახლა სადღაც მიდევს ახლა აქ. უბრალოდ გეცოდინებათ ანუ რაზე მაქვს საუბარი. ხო, ნუ ეს გია ბერიძე თუ ბერაძეა, გია ბერაძე, ხო, ვიღაცა ქუთაისელი კაცია. რა გამოცდილება აქვს, რას თარგმნიდა ახლა საქართველოში თარგმნელობითი სკოლა, მე ვფიქრობ რომ არ არის სუსტი რა. კომუნისტებიდან მოყოლებული. სუსტი სკოლა არ არის საქართველოში. ანუ რო ვისწავლოთ, რო ვიცოდეთ რას ნიშნავს თარგმნა, ხო? ბაჩანა ბრეგვაძე ავიღოთ, ზურაბ კიკნაძე ავიღოთ. ნუ ზურაბ კიკნაძე პოლიტიკურ თემას არ ვეხები უბრალოდ, მაგრამ ეს ამ კაცმა იცოდა რასაც თარგმნიდა და რასაც აკეთებდა. ხო. რა ვიცი, რა გითხრათ კიდევ. ის გადასარევი ბიჭო, ის თარგმნელი რა ქვია? ჩხენკელი, თამარ ჩხენკელი ავიღოთ. ბიჭო, რა დარჩა, ვერ გავა. ფილოსოფიური ტექსტები ავიღოთ, ხო? ფაგნის ბრეგვაძედგან გვაქვს პლატონი, არისტოტელე, რაც კი ახლა არისტოტელესისა რა ქვია? თამარ კუკავა თარგმნა არისტოტელეს მეტაფიზიკა. რომელიც ახლა კარპე დიემმა გამოსცა კიდევ თავიდან და მაგას ცალკე ვიტყვი კიდევ რა ან ფურცელი რა იქ და ან არისტოტელეს მეტაფიზიკა გიჭირავს ხელში თუ ისა რა ქვია ხსოვნის წიგნი გიჭირავს ხელში ვერ გაიგებ რა. მაგას ცალკე ვიტყვი, მაგრამ ხო, ნუ თამარ კუკავამ თარგმნა და ძირითადად აი ეს პლატონები რაც არის, აი აქ მიდევს, აი ნახეთ აქ პლატონები მიდევს მთლიანად, არისტოტელე, პლატონი და ანტიკური ფილოსოფია. აი ეს რაც არის პლატონები, ხო? რაც საქართველოში ქართულ ენას მოგვეპოვება, ყველა არის თითქმის უმრავლესობა არის ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი, აი ერთი არის ახლა ეს ჩემა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მაჩუკა გორგიას პლატონის გორგია ეს თარგმნელი არის მაგდამ ჭედლიძე და ამ ადამიანს მე ვიცნობ და ძალიან კარგი პიროვნებაა ეს მაგდამ ჭედლიძე და ძალიან კარგი თარგმანია ეს. აი ეს ერთი თარგმანი მაგდამ ჭედლიძემ თარგმნა, მინდა გითხრათ და კიდევ არის ერთი რომელიც თარგმნა, აი აქ ტრილოგია არის, აი ეს პლატონის წუთით აი ამაზე მაქვს საუბარი. მაია შუხოშვილმა თარგმნა და ნუ ეს ადამიანი მაია შუხოშვილი როგორც გავიგე მე ძალიან კარგად იცნობდა ბაჩანა ბრეგვაძეს და ბევრი რაღაცაები ბაჩანა ბრეგვაძის რეკომენდაციებით აქვს გაკეთებული აი ამ მის თარგმანში. ანუ იმას ვამბობ, რომ გვაქვს ეგ სკოლა საქართველოს აქვს ეგ სკოლა, ხო? ხო და ხო შეიძლება რომ ახლა რა თქმა უნდა შეიძლება ენა არის განვითარებადი. გასაგებია ახლა ბაჩანა ბრეგვაძემ მე-20 საუკუნეში რაც თარგმნა პლატონი, ახლა 21 საუკუნეში შეიძლება უკეთესად თარგმნოს, ვიღაცა მოვიდეს და თარგმნოს უკეთესად. და მივესალმები და გასაგებია და კარგია.
ეხლა ვახტანგ გორგიშელი არ ვიცი ვინ არის. დიმიტრი უჩანეიშვილი არ ვიცი ვინ არის. ვიღაც კიდო დანიურ როსტომაშვილია ვიღაცა აქტი ათარგმნეს ამ წიგნებს, ნუ არ ვიცი საერთოდ ეს ერთი პრობლემა. მერე ტექსტის გამართულობა რა. რედაქტირება ხო უნდა ამ ტექსტს. როგორ შეიძლება ფილოლოგმა დაარედაქტიროს ფილოსოფიური ტექსტი ისეთმა ფილოლოგმა, რომელსაც საერთოდ ფილოსოფიური ტექსტი, აი ჰეგელის, ანუ სპეციფიკა. ტექსტის ცოდნაში რას გულისხმობ, იცით რომ ფილოლოგმა შეიძლება აი ეს ტექსტი დაარედაქტიროს ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ალბერ კამიუ და საერთოდ ეგზისტენციალისტები რაღაც ფილოსოფიურ ტრაქტატებს არ აღიარებდნენ, ასე აი ფილოსოფიური ტრაქტატის დაწერას და რაღაცა როგორც კანტის წმინდა გონების კრიტიკა და რაღაც ეგ ტრაქტატებს არ აღიარებდნენ, ეგზისტენციალისტები აკეთებდნენ ლიტერატურულ ჟანრში ფილოსოფიურ ქვაკუთხედებს დებდნენ რა და ეს იყო მათთვის დამახასიათებელი. ეგზისტენციალიზმისთვის ეს არის დამახასიათებელი. და შეიძლება ახლა ეს ფილოლოგმა ჩვეულებრივად აი ეს შავი ჭირი დაარედაქტიროს და გამართოს ტექსტი და ნუ გამოვა კარგი, გასაგებია, მაგრამ ახლა ფილოლოგმა თუ შეიძლება აი ეს ლუდვიგ ფოიერბახის ქრისტიანობის არსება თარგმნოს, გაასწოროს და რედაქტირება გაუკეთოს ფილოლოგმა. რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს, ანუ სპეციფიკა ტრაქტატის სპეციფიკა არ იცის ფილოსოფიურ ტექსტის. რას ნიშნავს ფილოსოფიური ტექსტი? იქ შეიძლება რაღაცა დასთან მძიმე იყოს, ანუ გრამატიკული რაღაცაები შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული, რომ რა ვიცი, ბიჭო, აი ეს პრობლემა აქვს კარპე დიემსაც. ეხლა კარპე დიემსა, ნუ აქტს აქვს ეგ პრობლემა. მერე აქტს კიდევ ბოდიში რა, გიზო ბოდიში. მაგრამ რედაქტირება ეს ერთი, მერე დიზაინი კაცო, ყდა, ფურცელი, შრიფტი, ნუმერაცია, გითხარი მე შენ ამაზე გესაუბრე. ეხლა რაღაც ჰეგელის ის თარგმნე და იესოს ცხოვრება რაღაცა. და რაღაცა, ანუ ყდაზე აქვს, ბიჭო, ეს კიდო რა, არ ვიცი რა, რელიგიური თემებია შეგინე თუ რა ხდება, რომ ყდაზე აქვს რაღაცა ჰეგელის ევედრება იესოს. თუ იესო ევედრება ჰეგელს, რაღაცა ასეთი იგი აქვს რაღაც. ხატი თუ რა, კარგი ბიჭო, რა არის მართლა? ხო შეიძლება რა ჰეგელის რაღაცა ფოტო, ან ნახეთ კაცო ეს წიგნი ორიგინალში ყდაზე რა ყდა აქვს და რაღაცა შემადარი რაღაც მიმსგავსებული ყდა რო გაუკეთო, ხო შეიძლება რა. ნუ ფურცელზე და იმაზე არ ვიცი რა, ნუ ძალიან დაბალი ხარისხია, აი ძალიან დაბალი ხარისხია და ნუ ფასები რა, არ მოიკითხო 38 ლარი, ეხლა დღეს ბიბლიაში ვიყავი, მერაბ მამარდაშვილის მეორე ნაწილი ვნახე ეს, რა ქვია მაგას, საუბრები აზროვნებაზე. და ამის მეორე ნაწილია გამოსული, 38 ლარი ღირს, მაგრამ ნუ კარგი რა, ჯერ აი ამხელა წიგნები, რაღაცა ამხელა სისქის და აი ამხელა წიგნები. ფროიდის ფსიქოანალიზის შესავალი, აი ამხელა წიგნი, აი სისქის და აი ამხელა. ჟურნალია თუ წიგნია ვერ გაიგებ, ანუ ნუ ეხლა აი ამაზეც მაქვს ლაპარაკი კაცო, ისევ აი ფოიერბახს დაუბრუნდეთ რა. აი შეხედეთ რა მისისკეთ წიგნია. და როგორი და აი შეხედეთ რომ ხელა ამას ჩვეულებრივად აი ასე იღლიაში წამოვიდებ, ჩვეულებრივად წაიღებ ან სადმე წაიღებ ან ასე გადაშლი წაიკითხავ, ხო? აი ამ ხელა წიგნი ეხლა სად უნდა წაიღო, მითხარით ხალხო. ხო და ამას მე ვფიქრობ ყურადღება უნდა მიექცეს რა. თქვენი დამსახურებაა ეგ, რომ კითხველთან ხო რუსებს ვაგინებთ, რა ვიცი, ოკუპანტები არიან, რა ვიცი, სატანისტები და კაცის მკვლელები და ბავშვის მკვლელები და ნუ რაებს აკეთებენ უკრაინაში და გინდა მთელ მსოფლიოში, რა ვიცი, ესე იგი დაანგრიონ სახელმწიფოები და რა ვიცი, აღარ მინდა მაგას ლაპარაკი. ბიჭო, გამომცემლობებს შეხედეთ და ჯერ თარგმანებს შეხედეთ, რუსული თარგმანები.
არ არსებობს წიგნი რუსულ ენაზე რო არ იყოს. მერე ნახეთ თარგმანები, გინდა თეოლოგიური წიგნები აიღეთ, გინდა ფილოსოფიური, გინდა ფსიქოლოგიური, რა ჟანრის წიგნი გინდათ. და ყდებს შეხედეთ, ფურცლებს შეხედეთ, დიზაინს შეხედეთ, ხანდახან ბიბლიუსში რო შევდივარ, აი რუსული, აი ერიხ ფრომია იქ და რაღაცა რუსული გამომცემლობები, ხო? წიგნი ისეთია, რომ აი რუსული არ ვიცი. არა, მე რო ვიცი რუსული, გაქცეულსაც ვერ მოვაბრუნებ. ის გრიგორიას არ იყოს, თუ გაიქცა რუსიო, რაღაც აბრუნებ იმასაც ვერ მოვაბრუნებ. ისეთი რუსული ვიცი. ხო რა, ანუ ვკითხულობ კი, მაგრამ ვერ გეტყვი მე შენ რა წავიკითხე და ვერ გადმოგცემ ამას. შეიძლება მე გავიგო, მაგრამ შენ ვერ გეტყვი ამას. ხო, ეს ცნობილი პრობლემაა. მაგრამ ხანდახან მინდა ეს წიგნი ვიყიდო და რაღაც ვქონდეს ასე შევხედო ისეთი პლატონის სახელმწიფო ორი მაქვს სახში აქ. ორი წიგნი მაქვს პლატონის სახელმწიფო. ერთი და იგივე. ერთი ძველი გამოცემაა, ერთი შემდეგ ბაკო სულაკაური რო გამოსცემდა ანტიკურ წერლობას იქ გამოსცა და ისიც ვიყიდე. მაგრამ აი ეს რო ვნახე იქ რუსული გამოცემა რო ვნახე პლატონის სახელმწიფო ისე მომეწონა, აი ამ ხელა იყო, აი ნახეთ, აი ამ ხელა წიგნი იყო. რაღაც აი ამ ხელა ცოტა ამაზე სკელი და აი ამ ხელა წიგნი. აი ესეთი იყო, რომ აი რაღაცა კომფორტული, რაც აიღე სადაც გინდა ავტობუსში, გინდა აგერ ზღვაზე მიდიხარ, ზღვაზე წაიღე იქ გახსნი. წაიკითხავ ჩვეულებრივად. სასეირნო წაიღე. სამსახურში წაიღე, ახლა მაგალითად მკითხველს ეგ პრობლემა გვაქვს ჩვენ, რომ გადატვირთულია ჩვენთან სამსახურები, ხო? ჩვენ ხო შესვენება არ აქვს 1 საათი ან ზოგს 20 წუთი აქვს შესვენება. არის სამსახურები და რო მკითხველი რო ადამიანი იმ 20 წუთს პატარას აგერ წაიხემსებს რაღაცას, რომ მშიერი არ მოკდეს და გაძლოს საღამომდე და ჯიბიდან ამოიღებს რაღაცა წიგნს და იწყებს კითხვას. ეხლა ამ ხელა წიგნი რო არის რაღაცა უშველებელია, ჟურნალივი წიგნი. იმას სად წაიღებ მითხარით ხალხო. და კარპე დიემის მერე კაცო კარპე დიემი ძირითადად გამოსცემს ფილოსოფიურ წიგნებს. ბიჭო, რედაქტირება რა. რედაქტირება არა აქვს წიგნებს რა. კარპე დიემ ამას წინათ გამოსცა რუდოლფ ოტოს წმინდა ასეთი წიგნი, ვიქტორ ცხილაძის თარგმანი იყო. აი ასეთი თხელი წიგნი იყო, აღარ მაქვს უკვე ეს წიგნი გავაჩუქე მე. თხელი წიგნი იყო. და არა, აღარ მაქვს მე. ხო და ვერაფერი ვერ გავიგე წიგნი რო წავიკითხე რა. ერთი დავამახსოვრდა იმ წიგნიდან დავამახსოვრდა სიტყვა ნომინოზური. ნომინოზური სიტყვა დავამახსოვრდა, რომელიც აღნიშნავს წმინდას, ანუ ადამიანსა და სხვა, ანუ ღმერთთან ურთიერთობა იწყება აი ამ ნომინოზური რაღაც განცდებით რა, ანუ ამ წმინდა განცდებით რაღაც აერთიანებს ორ რაღაცას, ორ სიწმინდეს ერთმანეთთან, ამას ნიშნავს. და ვერცა, რა ვიცი, ალბათ ვიფიქრე მე, რომ ტექსტია ალბათ ასეთი და კარგი დავჯერდი ახლა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ახლა გერმანული მე არ ვიცი და ასაკი. შემდეგ რამოდენიმე წლის შემდეგ გამოსცა კარპე დიემმა რუდოლფ ოტოს წმინდა მათე სარალიშვილის თარგმანი. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ეს ბიჭი რა და აი მადლობა მას მინდა უთხრა. ძალიან ბევრი თარგმნოს კიდო რა ქართულად. აი გადასარევი თარგმანი. მომეწონა, გავიგე რაღაცაები. სოკრატეს არ იყოს, რაც გავიგე კარგი იყო და რაც ვერ გავიგე უკეთესია წიგნი უნდა დარჩეს ასეთი. მკითხველისთვის ესაა მნიშვნელოვანი, რომ წიგნი ყველაფერი წიგნში ვერ უნდა გაიგოს მკითხველი. ცოტა ღრმა ლიტერატურას რო კითხულობს, აი ასეთ ლიტერატურას რო კითხულობს, ყველაფერი ვერ უნდა გაიგოს, რაღაცები დარჩეს უნდა გაუგებარი. რომ ისევ მიუბრუნდეს მერე მეორეჯერ ამ წიგნს, რამოდენიმე პერიოდის მერე. ან სხვა რაღაცეები წაიკითხოს და მერე ისევ შეიძლება მიუბრუნდეს და მერე ისევ ამოხსნას. აი ეგა ხიბლი მკითხველის. ხო და
ჯო რედაქტირება რა დარჩა ამ წიგნების რედაქტირება კაცო ხო შეიძლება ვიღაც დაიქირაო კარპე დიემა ხელა გამომცემლობაა ხო შეიძლება დაიქირაო ვიღაცა და რედაქტირება გაუკეთოთ ნორმალური ვინც იცის უშუალოდ ფილოსოფიური ტექსტის სპეციფიკა რა ახლა მაგათ დიზაინზე კიდევ ლაპარაკი არ მაქვს რა ხო არისტოტელესის გამოსცა მეთქი რა ვთქვი რა ვახსენე რა ქვია თამარ კუკავას თარგმანი ხო მეტაფიზიკა ბიჭო კარგი რა მეტაფიზიკა ხალხო არისტოტელეა ხალხო არისტოტელეა ეგ ხო ის არ არის რაღაცა ჰეროდოტე ან თუ გინდ ჰეროდოტე რო თქვას კაცმა ახლა ჯო ყველაფერს არისტოტელემ დაუდო ხო საფუძველი ყველა მეცნიერებას არისტოტელემ დავდივართ ჩვენ ხო ეკონომიკა იქნება ბიოლოგია იქნება ქიმია იქნება ფიზიკა იქნება რა ვიცი და შესაბამისი ხო უნდა იყოს რაღაც აი ნახეთ რუსული თარგმანები არისტოტელეს რა კარგი რა შეხედეთ პროსტა დიზაინს შეხედეთ რა და დაამატე შედალოცვილო ის 5 ლარი ის 8 ლარი ის რა ვიცი 3 ლარი რაც აღირებულება იმას დაამატე იმიტომ რომ ესეთი წიგნები როცა გამოდის გამომცემლობა უნდა იცოდეს რომ კითხველი ვინაა ამის ეხლა ფილოსოფიური ტექსტის კითხველი შეიძლება თელ საქართველოში იყოს 500 კაცი და რაღაც დაბალი ტირაჟით გამოიცემა რაღაც ისეთი ლიტერატურული ტექსტი შეიძლება უფრო ბევრი ტირაჟით გამოიცეს რა ვიცი მე ვფიქრობ ამას უნდა მიექცეს ყურადღება რა საშინელი მდგომარეობა ეხლა ბიბლიოს კიდევ რაც შეეხება ჯო ერთადერთი გამავრცელებელი წიგნის გამავრცელებელი მაღაზია ბიბლიოსი შედიხარ შიგ და არის რაღაცა თოვლის ბაბუები თოვლის გუნდა სახალხო სათამაშოები რაღაც ნაძვის ხე ჩაი ტაროს კარტი რაღაცა ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის ილუსტრაციებით კარგი რა ბიჭო რა არის ვერ გავიგერა ყველაფერი არის აი ჩვეულებრივად საქართველოში ყველაფერი არის კომერცია არავინ არ ზრუნავს ადამიანის აზროვნების განვითარებას საერთოდ არა შესაბამისად გვაქვს აი ისედაც დანგრეული იყო განათლების სისტემა და თლაჭაირეცხა დღეს ვინც ეხლა ცოტა ახლოს ხართ უნივერსიტეტთან სკოლასთან თქვენ თვითონ ნახავთ მაგ ყველაფერს რაღაც არაბულ უნივერსიტეტებთან დაიწყეს მოლაპარაკებები რომ გაცვლები უნდა სტუდენტური გაცვლები არაბულ უნივერსიტეტებთან და და გვაქვს შესაბამისად პარლამენტში ზის რა დონის განათლებაც გვაქვს შესაბამისად პარლამენტში ზის საკანონმდებლო ორგანოში ზის მომღერალი სახიობი ისა რა ქვია სპორტსმენი მევიოლინე და რაღაცა ეგეთი ხალხი დღეს ღებულობს სახელმწიფოში კანონებს როგორ უნდა იცხოვროს მოქალაქე პოლისი მოქალაქე როგორ უნდა იცხოვროს სახელმწიფოში ამას უდგენენ კანონებს ხო პრეზიდენტზე კიდევ აღარ მაქვს ლაპარაკი ფეხბურთი იცის კაცო ღმერთო გვიშველი ხო და კიდევ ერთი რაღაცა რა მე მყავდა ლექტორი არ მოწონდა ძველი თარგმანი ჰეგელის გონის ფილოსოფია არ მოწონდა თარგმანი არ მოწონდა კანტის წმინდა გონების კრიტიკა შალვა პაპუაშვილის თარგმანი და მე მინდა თქვა როცა შენ გერმანულად კითხულობ ამ წიგნს გასაგებია არც მე ეხლა ვეფხისტყაოსანი მე რომ მომწონს ქართულად ახლა შეიძლება რუსული თარგმანი მე არ მომეწონოს იმიტომ რომ მე დედანში ვკითხულობ და გასაგებია კაცო
მაგრამ მე როდესაც დედანზე ხელი მიმიწვდება და შენ გეუბნები რომ არ ვარგა კანტის ეს წმინდა გონების კრიტიკის თარგმანი, მაშინ შენ უნდა თარგმნო ეს. და თუ არ თარგმნი ახლა კანტის წმინდა გონების კრიტიკა, იმხელა წიგნია მეორე არისტოტელეა კანტი და მესამე არისტოტელე იყო ჰაიდეგერი. მეორე არისტოტელეა კანტი, ხო? ასეა მიჩნეული. და შეიძლება წლები დაჭირდეს კანტის აი წმინდა გონების კრიტიკა, შეიძლება მთელი სიცოცხლე დაჭირდეს ერთი პიროვნების, რა ვიცი. ხო შეიძლება რომ მეუბნები რომ არ ვარგა და არ წაიკითხო ეს და რაღაცაები. მაშინ უნდა მიუთითო იქ რომ ეს არასწორია, ეს თარგმანი არასწორია. ეს ფრაზა არასწორია, ეს ფრაზა არასწორია. ეს არ არის კარგად თარგმნილი. ესას მე ერთი მეგობარი მყავს. თარგმნა შოპენჰაუერის მეორე ნაწილი, აი ეს შოპენჰაუერის მეორე ნაწილი თარგმნა. აი ეს სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა, აი ეს წიგნი თარგმნა რა. და რაღაცაებზე ვისაუბრეთ მე და ამ პიროვნებამ, ძალიან კარგი პიროვნებაა და მადლობა მას ამ თარგმანისთვის. რაც შეძლო ამ კაცმა თარგმნა, 6 წელი ვთარგმნიდი ამას. აი ბევრი რაღაცაები გამაგებინა ახლა, ხო, იქ მაგალითად შოპენჰაუერს აქვს კიდევ ასეთი წიგნი კი არა, ასეთი თავია ერთ-ერთი ისა ცხოვრების ამოება და სიმწარენი და რაღაცე. და ეს იყო თარგმნილია ეგ წიგნი, ესეც კარპე დიემა გამოსცა, თარგმნილი არის ხასაიას მიერ, რაღაც სურაბ ხასაია თუ რაღაც. და რო წავიკითხე, კი მომეწონა ახლა, მაგრამ თუნდაც არასწორი თარგმანია, რაღაც საშინელებაა თუნდაც, რაც გაიგო ამ კაცმა თარგმნა. იგიც რუსულიდან თარგმნა. და რაც ვერ გაიგო ამ კაცმა, ავიცი. ეხლა მე რო ვთქვა რომ ეს ასე კი არ იქნება, ისა კანტი ამას ასე იტყოდა. აი ასე რომ მივაწერო ეხლა. ეს ასე კი არა, ასე იტყოდა. ამასნად ბერძენიშვილის ლექციას უსმენდი, ბერძენიშვილის ლექციას, არ მახსოვს ეხლა რომელ ლექციას უსმენდი და ჰომეროსზე თქვა რა. ჰომეროსზე თქვა რომ ესე იგი ილიადა აქვს თარგმნილი მიმინოშვილს აქვს თარგმნილი ილიადა და მიმინოშვილიო მაშინ თანამდებობის პირი იყო და ჰომეროსს ასე ათამაშებდაო რა, რაფერც უნდოდა ისე მიაწერდა რაღაცაებსო და ჰომეროსთან გვაქვს საქმე. ხო, აი ეგეთი მე ვენდობი ამ კაცს და ვეთანხმები რა. ნუ ეხლა არა ასე რა, შენ როგორც გაიგე ჰომეროსიდან, მოდი ამას ასე იტყო და ჰომეროსი ეხლა ჰომეროსია რა, ეხლა შოპენჰაუერია ბიჭო, ის ხო არ არის რა მართლა რა. შენიც მაკაცი ხო არ იყო რა ეხლა ეს. რადგან ფილოსოფია იცი და რადგან პროფესორი ხარ ფილოსოფიაში, ნუ როგორი პროფესორია კიდევ იგიც საკითხავია, ზოგი ერთები და აფიცი რა. ცოტა ამას ყურადღება უნდა მიექცეს. და ასევე ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ რა იმას რომ გამომცემლებმა გამოეცით ნორმალური წესი, აი თარგმნეთ ნორმალური და კაცმანობას და იმას რომ თარგმნით ახლა ბოდიში მომეთხოვია იმის ავტორთან, მაგრამ ჯო არ არის ახლა ეს საინტერესო ჩემთვის ვინ როგორ გახდა რაღაცა ფილოსოფოსი თუ როგორ გამოვიდა მისი სტერეოტიპებიდან, როგორ ჯო რაშ აი ვიღაცას გველი დაესიზმრება და მერე ფსიქოთერაპევტია და რაღაცა კრიშნა მურტები და იგენი მოაქვს, ვიღაცას რაღაც სიცოცხლის ხე ნახა სიზმარში, რომელზეც თვითონ იყო ჩამოკიდებული და თურმე ეს რაღაცა გამოცხადება და იწყებს მერე რაღაცა ანთროპოლოგია და რაღაცა მითოლოგია და რაღაცაები და ბიჭო გასაგებია, ბიჭო შენ შეიძლება გაქვს ეს გამოცხადებები, მაგრამ ეს ხო არ არის აბსოლუტური, რომ მეც ასე უნდა ვიყო და ამას უნდა მივახციო, ხო? აუ არა ეგრე რა, ახლა რაში მაინტერესებს მე ვიღაცის გველი და ვიღაცის მელია და მე მიწყებდა აქ რაღაცა იმის წიგნებს, ასე იგი ვიღაცამ თუ დაწერა რომ ვიცით მე აი ეს დამემართა და ამას მე რაღაცას მიაბავს იქ იმას გამოაკლებს იმას მე სადღაც ფროიდთან წაიკითხავს სიზმრის ინტერპრეტაციაში იმას მიაბავს და ვახ ბიჭო ნახე რა წიგნი გამოვიდა. ვის აშტერებთ ხალხო რა, ვის აშტერებთ ბიჭო, რომ ფროიდს როდის უთქვამს ფროიდს რომ დამესიზრა მელია და თურმე ეს იყო ან იუნგს სადავს ერთი რომ აი ჩემი სიზმრები არის ეგეთი და ხო ახლა ის წითელი წიგნზე არ მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ იქ
ბევრი რაღაცაები აქვს იუნგს სასარგებლო აი უშუალოდ რა მას რაღაც გამოცხადებები ქონდა იუნგს რა და ეს კიდევ ცალკე თემაა ხო მაგრამ აი იუნგს არსად არა აქვს მაგალითად ნათქვამი რომ იცით მე გველი დამესიზრა რომელიც შემომეხვია მე და რაღაც სიბრძნე მომცა და მე აქედან დავიწყე და კარგი რა ხალხო რას ლაპარაკობთ რა ალიტრაელს მინდა კიდევ თქვა რა ბიჭო კარგი რა გამოსცა ისა რა ქვია ჯერ გამოცემული აქვს ახლა ალიტრაელმა რა გამოსცა იცით აუ დამავიწყდა ახლა რაზე მინდოდა მეთქვა რა უცებ აზრი გამექცა ხო ჯადოსნური მთა აი წიგნი არის ჯერ ამხელა წიგნია თვითონ სისქე წიგნის აი ასე იმიტომ სკელია თვითონ სკელტანიანი წიგნი აქვს დაწერილი ნუ თომას მანს უყვარდა ასე დიდი რომანების წერა დოქტორი ფაუსტოსიც მაგალითად აი ამხელა წიგნია თვითონ აი ამხელა რა ვიცი რა სიგრძე სიმაღლეშიც დიდია ბიჭო აი უშუალოდ ეს წიგნები არის მე ასე ფიქრობ რომ ეს წიგნები არის გამოცემული არა მკითხველისთვის ვინც არამედ ისე აი დეკორისთვის რა შეაწყობდე აი მან დიოგენემ რო გამოსცა ახლა კიდო უმბერტო ეკოს ვარდის სახელი პრაღის სასაფლაო და მესამე გამოსცა კიდევ რაღაც სამი წიგნი ვარდის სახელი პრაღის სასაფლაო და ფუკოს ქანქარა ხო აი ეგ სამი წიგნი ერთად გამოსცა დიოგენემ 150 ლარებს რაღაც კი კაი დაკაბადონება რაღაცა ბიჭო ეგ მკითხველს არ ჭირდება ეგ არის რაღაცა დეკორი რო შეალაგება ნახე რა წიგნები მაქვს რა სად ბანაობთ ხალხო რა ვის აშტერებთ ბიჭო აი შეხედეთ ახლა კიდევ რა მინდა გითხრათ აი ეს არის საუკეთესო ნაშრომი საუკეთესო თარგმანია აი ეგ გიორგი მაჭარაშვილის თარგმანია ჯოზეფ კემბელის 1000 სახოვანი გმირი ორჯერ მაქვს წაკითხული და კიდევ რომ ხდება ხანდახან ბიბლიაში ასე გადმოვიღებ გადავხედავ ასე რა აი ნახეთ როგორი აი ნახეთ ამაზეც აი უყიდო სიტყვას კეთვით აი ეს დასურათებულია აი ნახეთ როგორი დასურათებულია ანუ ეს კაცი წერს ანუ ადამიანი ახლა დასპოილერებით არ დაგასპოილეროთ მაგრამ როგორ ხდება ადამიანი გმირი და რა ემართება ადამიანს რომელიც საკუთარი თავის გამარჯვებას ცდილობს და რაღაცა უნდა რომ უკეთესი გამოვიდეს და რაღაც უკეთესად იცხოვროს და აი რა როგორ ეხმარება მას სამყაროს ხე ფრინველი გამოცხადებები და ასე შემდეგ და მითოლოგიურად ხსნის ამას და ანთროპოლოგიურად აი შეხედეთ როგორ ნახატები აქვს შეგ ილუსტრაციები აქვს ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ გახსენების დროს ეს ნახატები რაღაცნაირად რჩება იმაში ფსიქიკაში და აი გახსენების დროს ეს ხელს უწყობს უფრო უკეთესად გახსენებას რა იმ სიუჟეტების რომელიც გჭირდება ადამიანს რაღაც პირად გამოცდილებებში თუ საუბრებში თუ კრიზისთან შეჯახებაში ხო ეს ძალიან კარგი წიგნია ვისაც გაქვთ წაკითხული მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ ვისაც არ გაქვთ წაკითხული და ცოტა ღრმა ლიტერატურა გიყვართ აი ლაბირინთებში სიარული აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია ძალიან დაგეხმარებათ მაგრამ ნუ ფორმატი არც ამის არ მომწონს იმიტომ რომ ცოტა დიდი ფორმატია და რა ვიცი ეს რაც მინდოდა მეთქვა რავი ალბათ იმედი მაქვს მომავალში უკეთესი რაღაცაები იქნება დახვეწილი იქნება ალბათ უკეთესად მაგრამ საქართველოში ახლა მომავალიც აღარ გვაქვს ჩვენ და წარსულიც აღარ გვაქვს უკვე ჩვენ და რა ვიცი აბა ვეყოდინებით რაღაცაებს და ნახოთ უბრალოდ მე მინდა მივმართო ვინც კითხულობს წიგნს ძალიან გთხოვთ რომ ცოტა
მოთხოვეთ, მე ახლა ბევრს ვიცნობ, რომ ყავთ ნაცნობები გამომცემლობებში, ასე შემდეგ და რომ მიაწვდინოთ ხმა რა. რომ ცოტა უკეთესად იმუშაონ რა, ცოტა უკეთესად იმუშაონ რა. მესმის რთულია, გასაგებია, რომ ყველაფერი რთულია დღეს საქართველოში, მაგრამ ჩვენ ფულს ვხარჯავთ, ჩვენ დროს ვხარჯავთ ამ წიგნების წაკითხვაში და ენერგიას ვხარჯავთ. რა თქმა უნდა, ენერგიასაც ვიღებთ. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს რა. ვიღაცის მიერ ვიღაცის სიზმარი ჩემთვის არანაირი მნიშვნელოვანი არა, ეხლა ვის გველი ესიზმრება, ვის მელა ესიზმრება და ვის დივანი და საწოლი და აქედან აბავს მე რაღაც ფილოსოფიას. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის და აი რაღაცა ტვინს ურეცხავთ ამ ხალხს რა. გამომცემლობებში უნდა არსებობდეს ალბათ ცენზურა, ჩემის აზრით, რომ თქვას, რომ ეს წიგნი არ გამოიცემა რა. არა, ეს წიგნი ესეთი რომ გამოიცეს. უნდა დაედოს იმას ცენზურა ეხლა. არ უნდა გამოიცეს ეგეთი წიგნები. იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ის მასალა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. სასარგებლო იქნება. და არ იქნება რაღაც რეი ბრედბერის ძენი და ძენო და წერლობა თუ რაღაცა გამოსცა პალიტრამ, რაღაცა სისულელე. ჩემთვის სისულელეა ეს რა. სრულიად სისულელე, ამისთვის დრო არ უნდა დახარჯო მკითხველმა რა. ხო და ეს ჯადოსნური მთა-კაცო კიდევ პარემ ამასაც ვიტყვი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არის ერთადერთი გამომცემლობა, მე რომელსაც პატივს ვცემ, ოღონდ კლასიკას. ლიტოდისეა კიდევ ჰაჰა. ხო შეიძლება კლასიკაში რეპრინტით გააკეთო ადამიანმა რა, რეპრინტი გააკეთო ჯადოსნური მთის, რომ აღარაა უკვე ეს წიგნი. აღარ არის ეს წიგნი უკვე. ხო შეიძლება რეპრინტი, აი რამოდენიმე, აი მაგალითად, რავი 500 ცალი ან 300 ცალი ტირაჟი, რომ თავიდან დაბეჭდო, რომ აი ვინც ადრე იყიდა და დეკორატა აქვს სახლში, გასაგებია, ისინი მეორედ იმას აღარ იყიდეს. მაგრამ მე მაგალითად იუნგის მეტამორფოზის სიმბოლოები და ფსიქოლოგია და ალქიმია რო გამოსცა რეპრინტი დიოგენემ კიდევ ვიყიდე. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა სახლში, მაგრამ კიდევ ვიყიდე. იმიტომ რომ მიყვარს იუნგი და ხშირად კითხულობ იუნგს რა. და კიდევ თავიდან ვიყიდე. აი ამას ვამბობ რა. ეხლა ისინი ვისაც დეკორატა აქვს ეს წიგნი. თომას მანის ჯადოსნური მთა. ისინი მეორედ ამას არ ეყიდიან და დაბალი ტირაჟით რო გამოსცეთ, რომ ვისაც აღარ გვაქვს ეს წიგნი, ვერ მოვასწარით მაშინ ყიდვა, რომ ისევ თავიდან ისევ შევიძინოთ ან ვიყიდოთ. აი ამას ვიტყოდი კიდევ. მადლობა ყურადღებისთვის. აბა დროებით.